დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ფსიტაკოზი ორნითოზი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით. ეს დაავადება აზიანებს ფრინველებს, მაგრამ ასევე შეიძლება გადაედოს ადამიანებს, რის გამოც ის ზოონოზურ დაავადებად ითვლება. ფსიტაკოზის გამომწვევია ბაქტერია, რომელიც ფრინველის ორგანიზმში ხვდება ინჰალაციის გზით, დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვა, საკვების ან წყლის მეშვეობით. ბაქტერია გამოიყოფა ფრინველის ფეკალიებთან, შარდთან, ცრემლებთან და რესპირაციულ სეკრეტთან ერთად, რაც აბინძურებს გარემოს და ზრდის დაავადების გავრცელების რისკს, რომელში ნაურ ფრინველებს ემართებათ. ფსიტაკოზი შეიძლება განვითარდეს თითქმის ყველა სახეობის ფრინველში, მაგრამ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან. თუთიყუშები, განსაკუთრებით ამაზონები, არები, კოკატუები, ნიმფები, ჩიტები, მაგალითად კანარები, თიულები, მტრედები, ქათმები და ინდაურები. ფრინველებში ფსიტაკოზის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმის მიხედვით, დაავადების ფორმის, მწვავე ან ქრონიკული და ფრინველის სახეობის მიხედვით. ხშირად გვხვდება შემდეგი სიმპტომები: ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, დეპრესია და ლეთარგია, მადის დაკარგვა, წონის კლება, რესპირაციული სიმპტომები, ცემინება და ხველა, სუნთქვის გაძნელება, დისპნოე, ნესტოებიდან გამონადენი, თვალებიდან გამონადენი, კონიუნქტივიტი, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, დიარეა, ხშირად მომწვანო ფერის, ღებინება, ნევროლოგიური სიმპტომები, იშვიათად ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, სხვა სიმპტომები, გაუხეშებული ბუმბული, დეჰიდრატაცია. ფსიტაკოზის დიაგნოსტიკა შეიძლება რთული იყოს, რადგან სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია და სხვა რესპირაციული დაავადებების მსგავსია. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება შემდეგი მეთოდები: ანამნეზი და კლინიკური ნიშნები, ვეტერინარი აფასებს ფრინველის ისტორიას, სიმპტომებს და ზოგად მდგომარეობას. ლაბორატორიული ტესტები. PCR ტესტი, ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიკური მეთოდი, რომელიც ადგენს ბაქტერიის დმას ნიმუშებში, მაგალითად ფეკალიები, სისხლი, ტრაქეალური ნაცხი. ანტისხეულების ტესტი, სეროლოგია, ზომავს ანტისხეულების დონეს ბაქტერიის მიმართ სისხლში. თუმცა ეს ტესტი არ არის ყოველთვის სანდო, რადგან ანტისხეულები შეიძლება გამოვლინდეს ვაქცინაციის ან წარსული ინფექციის შემდეგ. უჯრედების კულტურა, ბაქტერიის გამოყოფა ფრინველის ნიმუშებიდან. ეს მეთოდი შრომატევადია და ხანგრძლივი, ამიტომ იშვიათად გამოიყენება. ციტოლოგია, ფრინველის ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა უჯრედების გამოსავლენად. რენტგენოგრაფია, შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ანთება ან სხვა ცვლილებები რესპირაციულ სისტემაში. ფსიტაკოზის მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკების გამოყენებას, რომლებიც ეფექტურია. მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დამოკიდებულია ფრინველის სახეობაზე, დაავადების სიმძიმეზე და ვეტერინარის რეკომენდაციებზე. ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკებია ტეტრაციკლინები. დოქსიციკლინი ფართოდ გამოიყენება ფსიტაკოზის სამკურნალოდ. ის შეიძლება მიეცეს ფრინველს პერორალურად, სასმელ წყალში ან საკვებში, ან ინექციის სახით. დოქსიციკლინის ტიპიური დოზაა 25-50 მგ სხეულის წონაზე, დღეში ორჯერ, 45 დღის განმავლობაში. ტეტრაციკლინი ნაკლებად გამოიყენება დოქსიციკლინთან შედარებით, რადგან უფრო ხშირად იწვევს გვერდით მოვლენებს. მაკროლიდები. აზითრომიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტეტრაციკლინების ალტერნატივად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტობა ან გვერდითი მოვლენები. ერიტრომიცინი ნაკლებად ეფექტურია დოქსიციკლინთან შედარებით. მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია ფრინველისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, სტრესის შემცირება და ადეკვატური კვების უზრუნველყოფა. ასევე საჭიროა სხვა დამხმარე თერაპია, როგორიცაა დეჰიდრატაციის კორექცია, ინტრავენური ან კანქვეშა სითხეების შეყვანა, კვებითი მხარდაჭერა, ადვილად ასათვისებელი და ენერგიით მდიდარი საკვების მიწოდება, ვიტამინები და მინერალები, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ჟანგბადის თერაპია, სუნთქვის მძიმე დარღვევების დროს, პრევენცია, ახალი ფრინველების კარანტინი. ახალი ფრინველები უნდა მოთავსდნენ კარანტინში მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, სანამ სხვა ფრინველებთან შეაერთებთ. ჰიგიენა, რეგულარულად გაასუფთავეთ ფრინველების გალიები და ჭურჭელი.
ვენტილაცია, უზრუნველყავით კარგი ვენტილაცია ფრინველების ოთახში. სტრესის შემცირება, შეამცირეთ სტრესი ფრინველებში, რადგან სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის დაავადების რისკს. ადამიანებისთვის ფრინველებთან კონტაქტის შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. მოერიდეთ ფრინველების მტვრის შესუნთქვას გალიების დასუფთავებისას. თუ ფრინველს აქვს ფსიტაკოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. ფსიტაკოზი სერიოზული დაავადება როგორც ფრინველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს. თუ თქვენს ფრინველს აქვს ფსიტაკოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.